1978 წლის 4 აპრილის საბჭოთა ოკუპაციის პირობებში თავისუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითია. ეს იყო დღე, როდესაც ქართველმა ერმა დაადასტურა, რომ შეუძლია საკუთარი ენის დაცვა და გადარჩენა. მადლობა მათ, ვინც ამ დღეს ქუჩაში გამოვიდა და მათი წყალობით ქართულმა სახელმწიფო ენის სტატუსი საბჭოთა ოკუპაციის პირობებში შეინარჩუნა. მადლობა მათ, ვინც ამ მოვლენებიდან 19 წლის შემდეგ, ისევ აპრილში, ისევ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეიკრიბა. რკინისფარ და გაარღვია და საკუთარი სიცოცხლე შესწირა სახელმწიფოებრიობის აღდგენას. სულ ახლახანს აღნიშნეთ ისტორიული 9 აპრილიდან 30 წელი და ალბათ უხერხულია, რომ ამ დღის ცოცხალ ლეგენდას, ქალს, რომლის ხმაც რუსულმა ტანკებმა და ნიჩებებმა ვერ ჩაახშეს, დღეს მეტროს გვირაბი და ვაგონების ხმაური ახშობს. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მხოლოდ 9 აპრილს გვახსენდება. ლელა ვეფხვაძეს საკუთარი ჭერიც კი არ აქვს. იქნებ შევძლოთ, იქნებ გამოვნახოთ რესურსი და შევცვალოთ მისი ცხოვრება მომავალ 9 აპრილამდე. მეხსიერება შემორჩა აი ტკივილი ტანკების ხმა ნიჩბები როცა ხდებოდა ასფალტს და შემორჩა სუნი, აზარელი სუნი სისხლის. 30 წელია ეს მოგონება თანდებს ყოველთვის. ისევ მტკივა. ძალიან მტკივა. იმიტომ რომ ის საქართველო არ არის, რომელსაც ჩვენ ნატრობდი და რომელზეც ვეცნობოდი. სადგურის მოედანი, გადასასვლელი საბურთალოს ხაზზე. ყოველ 9 რიცხვში ფორიაქტებიან ყველა ტელევიზია, ყველა რადიო, ყველა გაზეთი თითქმის. ყოველ წელს ერთ და იგივე კითხვა, ერთ და იგივე პასუხი. გავა 9 აპრილი და 10-დან თითქოს არ სვარსებობ. 10 როთენდება უკვე ჩვეულებრივი უფერული დღეები მიდის ჩემთვის. ფაქტიურად 10-ზე გვიან არ მოვდივარ და თითქმის 8 საათამდე მეტროში ვარ. სუბარაც ვეძებ. მთელი ჩემი ცხოვრება. გაიხარე. 1% ნახევარს ხედავ მე. ფაქტიურად სილუეტებს ხედავ მხოლოდ. მატარებლის გასვლა გამოსვლა, აი ეს მგონია რომ თავში რაღაცა აგუგუნდება ხოლმე და საშინელი შეგრძნება. მე კლავადე ისევა მისევა და ღამეს სუჩენ. მაინცაა რა თქმა უნდა მოწყალების ფორმა, მაგრამ ალბათ თავი მინდა დავიმშვიდო თქვა რომ ეს არის სამსახური, ანუ იმას ვაკეთებ რაც მე მიყვარს. და მაით რამადენი მამოდინე რამადენი თოვანი ხოთლა რამდენი გადახური ფიქრები. მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მეტროთი მგზავრობს და მიდრევს მე და ჩემ დინამიკს. დაგლოცოთ თალმათვის მადრის სწავლობით გატაროთ გაიხარე. უკანასკნელი კაპიკები შეუძლიათ ხოლმე რომ გაიღონ ჩემთვის. მე შეუჩერები ვარ ხელით ბევრ სხვათა შორის და მიგვნია როგორ თვლიან თავიანთ ხურდებს რომ ჩემთვისაც გამოიმეტო. მე დავსადარით კიდევთა უდირო და ლურჯი ხალხი. მე რომ შემირყია ჯანმრთელობა, დამიავა და სახსრები, ფეხები მტკივა, რო დავდივარ ძალიან მტკივა. თუ არ დავლია დამაყუჩებელი, ფაქტიურად შეიძლება ვერც ვიარო. გული მაწუხებს, ძმენის პრობლემა შემიქმნა. გაიხარე, დიდი მადლობა. რომ არა მეტრო გაგვიჭირდებოდა საკმაოდ და ფაქტიურად შეიძლება საჭმის ფული, რა ვიცი, ალბათ არ გვექნებოდა. Telefoni. Samsung News. Telefoni. ცხოვრობ ნაქირავებინაში. ანუ როცა დიასახლისი გეტყვის რომ უნდა დაცალობინა, უნდა დაცალო. ეს გადასვლა გადმოსვლა არის ჩემთვის ტრაგედია. ძლივ შეძენილ ლიფტებს, ტანსაცმელს თუ საერთოდ ჭურჭელს ძლივ შევაკოტიცებ ხოლმე და ამ გადასვლა გადმოსვლაში ფაქტიურად გამოდის რომ კარგავ ან მემტვრევა, ან მეკარგება. ძალიან ძნელია.
სამონა დოლიძე. ნანას სამარგულიანი. თინა ენუქიძე. 1961 99 ყველას ერთი აქვს. თამარ წოველიძე 1973-1989 პატარა შვილი სიკვდილისთვის მართლა პატარა. არავის არ ვიცნობდი, უბრალოდ იქ მდგომი ადამიანებისთვის მე მგონი არავისთვის არ ქონდა მნიშვნელობა ერთმანეთის ცნობდი თუ არ ვიცნობდი. უბრალოდ გვეგონა რომ ყველა ჩვენი ახლობელი იყო, იმდენად თბილები ვიყავით, რისთვისაც ჩვენი ქვიდექი ფაქტიურად მიღწეულია დამოუკიდებლობა გვაქვს. დაუკარით რომ ძველ ხანაჯალს სალაღობო შესრულება არ მიყვარს. არ მიყვარს იმიტომ რომ ტკივილია. არ მიყვარს ჩემთვის ძალიან ძნელია მის შესრულება. იქ ყოფნა და თუნდაც სიმღერა მე ვფიქრობ რომ არ არის გმირობა, იმიტომ რომ ყველას კეთილი ნება უნდა იყოს რომ იყოს იქ სადაც თავისი ხალხია, სადაც ერია. სათუმალადერ ხელათარ დავითინე ოცნება მინდა რომ ჩემი ქვეყანა ვნახო ისეთი როგორზეც ოცნებობდით ნამდვილად პირველ რიგში და მე მინდა რომ რა ვიცი ვიცით ხომ ამაზე თქმა მართლა ნატურაა ეს შემთთვის რომ როდესღაც იყოს სახლი რომელსაც ჩემი ერქმევა და არ შემეშინდეს იმის რომ მე რო რამე მომივიდეს ჩემი ოჯახი არ დარჩება ცისფერში სწავლობდი მღეროდი საკუნდო კაპელაში ეხლა მე არავინ არ ვარ არ მიყვარს მეტროში სიმღერა მიყვარს სცენა საოცრად მიყვარს ყველა ადამიანს თავისი სავალი გზა აქვს ალბათ ჩემი მძიმე ჯვარიც ეს არის